ძალიან საინტერესოა ხოლმე კადრს მიღმა რაც ხდება რა. ბრაზილიას სოლოლაკში რო იღებთ. მოგვიყევი რა ჩვენ მანდ არ ვიყავით და ძალიან გვაინტერესებს სოლოლაკი როგორ დაამსგავსეთ ბრაზილიას. ბრაზილიას სოლოლაკში იღებდითო? არის. ეს პირველად გეგონა მართლა ბრაზილიაში მართლა გააფუჭი ეხლა ვიძახი რომ ვიყავით ბრაზილიაში რომ მართლა ბრაზილიაში იყვნენ და შენ კი მე რო პარიზში ვიყავით პარიზი რო დაიწერა და ეს დაიწერა ეგვიპტე წაიყვანეს სადღაც ის დაიწერა სადღაც წავიდე და პარიზი დაიწერა და მე ყოჩი პარიზში მიდიოდი იქამდე ბაქოში ვერ წავედი და არ გაშალეს უკან ბანერი და ჩაგვაცე კუპალი გადავიღეთ ესე და იყო ჩემი ქვემოთ მე-6 სართულზე გადამიღეთ ბანერი ფოტო და ეგ იყო ჩემი ორნაბიჯში პარიზი არა უშავს ყველაფერი წინ არის ახალ პარიზში ჩამოკიდა მოკლედ ჯინომ დროშები ფერადი რამე ტანსაცმელი სოლოლაკში გრაფიკოსმა გააკრო ის ჩვენი ქართული რაღაც გაზის მილები და რაღაცეები და გამოვიდა ბრაზილია ისე რომ აი თქვენს კი გიგონათ რომ რიოში ვიყავით ფეიქი პასპორტი გექნებოდა ცხოვრებაში რაღაცაში რო დაგჭირვებოდა იქ ვიყავი შალვა მირეჯიბი მეორე სახელი რო ქონდა და გავიწყდა რეები ახსოვს საერთოდ ბრაზილიაში როგორ წახვედი და წამოხვედი შალვა მირეჯიბი იყავით ბრაზილიაში წახვედი მე რივოჩი გავაკეთე თავიდან ვუყურე და გამეორება ცოდნის დედა დიახ მე რა მერქვა არაფერი შენ არ ვიცი მე მგონი შენ რა გერქვა მეთქი მე რა მერქვა რაც გერქვა ისე წახვედი ჩემი პასპორტი ხო ალბათ იმიტომ რომ შენ ფული არ მოგიპარია იმან მოიპარა მე რა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და არჩევნები იწყებოდა და ეს ნუ დაიკიდა არჩევნები და წავიდა რა სიყვარულმა ძლია კარიერას არა ჩემს აქციელს კი არ გეკითხები პასპორტი მაინტერესებს რა ჯანდაბად გინდა ცოტა შუთან რამ გაგაპარა დედა ხო აი ძალიან მაინტერესებს აი რა მოეწონა ამ კაცი კატას მიყვანეს ამ როლზე ვერ გავიგე ანემში როზე რატო აგიყვანეს ზუსტად მივხვდით კაცო იმიტომ რომ შენ პრეზიდენტობა მინდა არა შინაგანი ენერგეტიკა ეგეთი ხალი არის აი ხო ნუ თავის ჯიბიდან რო ისვრის ჩუდაში და ჩანთიდან რო ისვრის ხო რა შევით ალბათ ძალიან აი ამ ჩანთიდან გასროლზე გამახსენდა გახსოვს ჩვენ არ ვიყავით მაშინ ესე შეხუმრებულ შეთამაშებულებით ერთმანეს ქალბატონო ეკათი მოგმართავდი შეხუმრებულ შეიმპროვიზაციებული თუ რა ქვია ეკათი ვერ მომართავდი ახლა მაინც აყვარელი უნდა გეტაპაში მაგრამ აი ლიფტის სცენა იყო უფრო პირველი ეტაპი ხო რაღაცა ჩვენი გაცნობის რო იყო და მე მახსოვს რომ უთხარი რომ მოდი მეთქი ჩემთან სახლში და ვიმუშავ და როგორ ვიმუშავეთ გახსოვს ძალიან სერიოზულად მოვიდა და ეთყობოდა კიდევაც მაგ სცენას რომ ყოველთვის სერიალს მაინც აი სისტრაფე აქ რო აბა წაიკითხე უცებ ის და გადაიღე უცებ დღეს გადავიღე ხვალგავი აი და ჩვენ ვიმუშავეთ ეგ ძალიან ხშირად ხდებოდა და რაზეც ყველაზე მაგრაგული მწყდება რა აი იქ რაღაც ღრმა ეწერა რა მაგრამ სიღრმემდე ჩასასრული დრო არ იყო არასდროს რა მე იცი რომელი ფრაზა მიყვარს შერეუბნები ცოტნეს რომ არა თქვენო პრეზიდენტობისთვისო მეტანი გულჩვილი ხართო ეს ხო გიყვება სიზმარში გნახეო და რომ გავიღვიძე უკვე მიყვარდითო ზირა თქვენთვის ეთყობა მართლა ძალიან ადრეა პრეზიდენტობა ძალიან გულჩვილი ხართ მე მგონი თქვენთვის არის დაგვიანებული ძალიან გულბრძენი ხართ აი ახლა მითხარი ამდენი წლის ის მართლა ნახე და გავიღვიძე და მიყვარდიო ეხლა უკვე მაყურებელმა კი არა მეც ვერ გავიგე სად რეალობა და მოგონილი ამბავი არ არის არა მგონი არა მე მგონი მართლა ეგეთი იმპულსური ადამიანი ეხლა ეგ მოიგონა რომ ახლა ამას ვეტყვირო და დამესიზმრა და მე ბრაზილიაში არ არსებობს და ისიც მე დამესიზმრეთ და რო გავიღვიძე ძალიან მოყვარდით ის რა იყო ახალი მასხარაობა მოიფიქრეთ სპონტანურად რა ვიცი მე ტყეშიც ძალიან გავიხდი დინარეზე და აი დინარემ რო გაგიტაცა დინარემ რო გამიტაცა ხო ის ეგ როგორ გადაიღეთ მართლა არ გეტყვი რანაირად არ გეტყვი არა ძალიან რთული გადასაღებია რომ შეიძლება მართლა გაგიტაცოს მდინარე ხო მაგრამ ხო გახსოვს ჯიბიდან რო ისვრის Ata, vivo! Gata! 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 ოხ, შენ ნორმალური ხარ გოგო, რა გააკეთე, რა? ოხ, ჩემი დიდი.